ასე რა დაგემართა? სახეზე რა გჭირს? მომისმინე შვილა. მისი ძმა გაბრაზებულია. მეც იმპულსური ადამიანი ვარ. მოვიფიქრებ როგორ გავაგრძელა. ამაზე არ ინერვიულო. თავს ნუიდან აშაულებ. ვერავინ ამიგრძალავს ამის გაკეთებას. ახლა მოადირებთ. რა ხდება? არის რამე ახალი? ძმაო, წამოდი, მანქანაში მაინც ჩაჯექი. უკვე დიდი ხანია აქ გახარ. დაბრუნება რომ უნდოდეს. დიდი ხნის წინ სახლში იქნებოდა ძმაო. გამოდის რომ არ დაბრუნდება. ეს სახლია. ასიე? ასიე რა დაგემართა? სახეზე რა გჭირს? საიდან მოხვედი, მითხარი, ვინ არის? თქვენ ვინ ახართ? ავარიაში მოყვა. ჩვენი უფროსი დაეჯახა, საავადმყოფოდან მოვდივართ. შენი უფროსი ვერ გადამირჩება. ილიას, უბედურება მოხდა. ჯანდება, შენი უფროსი ვინ არის? ილიას გაჩუმდი, ბაბუა მოუკვდათ. კარგი, დიდი მადლობა. შეგიძლიათ წახვიდეთ. ასიე, რა დაგემართა შვილო? მანქანა დამეჯახა. საავადმყოფოში ვიყავი. ჯანდება, ავარია? რა მოხდა? ვინ დაგეჯახა? მანქანის ნომერი დაიმახსოვრე? ასიე. ასიე, კარგად ხარ? მითხარი, რამე ხომ არ გტკივა? ილიას მოიცადე. ახლა კარგად ვარ. მთელი სხეული მტკიოდა. მეგონა მკვდებოდი. მაგრამ იმ კაცმა ვინც საჭესთან იჯდა საავადმყოფოში წამეყვანა. რა საავადმყოფო? ყველა საავადმყოფოში დავრეკე. არ ყოფილხარ. ახლავე სიმართლე მითხარი, რა მოხდა? თურმე ყველა საავადმყოფოში დარეკეს. როგორ არა? ილიას, შენ შემოდი. გმადლობ დედა. Ay Asiye geçmiş olsun gibi. Asiye, გამოჯამრთელებას გისურვებ. Geçmiş olsun. მოჩვენე? რამე ხომ არ გტკივა? არა, კარგად ვარ. გამარჯობა, სალიჰა ვარ. გამარჯობა. როგორც იქნა ერთმანეთი გავიცანით. გილოცავთ. Tebrik ederim. ღმერთმა დაგლოცოთ. Allah tamamını erdirsin. ამინ, ამინ. ჩვენს მოუთმენად ველოდებით ამ დღეს. მალე ჩემები მოვლენ შენ სანახავად. შეგვიძლია ქორწილზე დავილაპარაკოთ. ასე არ არის? მართლა? რატომ არ მითხარი? იფექს შევატყობინეთ. შენ კი გამოიცვალე. სალიჰა, დამეხმარე. მიდი. მოიცა მტკივა. მაშინ ასე მოვიქცეთ. გუშინ რაზე იჭხუბეთ? ისე, უბრალოდ, მნიშვნელოვანი არაფერია. ეს როგორ შვილო? დაგელაპარაკა და უცებ სადღაც გაიქცა? შემდეგ კი მანქანა დაეჯახა. ასეთი რა მოხდა, რომ კონტროლი დაკარგა? იცით, უბრალოდ იფიქრა, რადგან მამაც შემას შეჯიბრში მონაწილეობის მიღება ამიგზალა. იფიქრა, რომ ხელს შემეშლიდა. ამიტომ ითხრა ცოლად არ გამოყვებიო. შენ რა უთხარი? ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. გაბრაზებული იყო. ისე სრაბად წავიდა, რომ შენს გაუშვი. უკან არ გაყევი.
არა. ასეთი რამ შეიძლება? ასიას მთელი ღამე ვეძებდი. ყველგან ვეძებე. ის კი საავადმყოფოში ყოფილა. მომისმინე შვილა. მისი ძმა გაბრაზებულია. მეც იმპულსური ადამიანი ვარ. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე. ჩემ ქალიშვილს კიდევ ერთხელ თუ გააბრაზებ, მე და შენ სხვაგვარად დავილაპარაკებთ. ხვალ დანიშნეთ და რაც შეიძლება სწრაფად გამართეთ ხორცილი. აღარ მანერვიულად. რა თქმა უნდა. ასიე, შეუმხედე. თუ გინდა რომ ყოველდღე სიყვარული აგიხსნა, არ დავიღლები გამეორებით. ყოველთვის გაგიმეორებ რომ მიყვარხარ. ძალიან მინდა ცოლად შეგირთო. ჩვენი შვილი ძალიან მიყვარს და ამას არასდროს ვინანებ. გესმის? არასდროს. როგორ დაგიჯერო? შეხო მითხარი გამარჯვებისთვის ვცხოვრობ. ახლა ჩემ გამო შენი საყვარელი საქმე უნდა მიატოვა. არ მივატოვებ ასიე. მოვიფიქრებ როგორ გავაგრძელა. ამაზე არ ინერვიულო. თავს ნუიდანაშაულებ. ვერავინ ამიგრძალავს ამის გაკეთებას. შენს თუ ჩემ გვერდით იქნები. ბედნიერებისგან ცაში ვიფრენ და უფრო წარმატებული ვიქნები ამ საქმეში. თავარია გამიღიმო. შენი ღიმილისთვის მთებს გადავდგავ. გესმის? ასე ძალიან გიყვარ ვარ? შენზე ვგიჟდები. შენ კი მუდმივად გარბი ხარ. ქორწილის შემდეგ სისულელეს ისევ გააგრძელებ? უბრალოდ მეშინია. სულ იმას ვფიქრობ, რომ ერთად გექცევი. ცხოვრება თავდაყირა დავაყენე. მეშინია რომ გამიბრაზდები და აღარ გეყვარები. სასიყვარულო ტანჯვა ეს არის? ზოგჯერ როცა თვალებში გიყურებ, თავის ზეცაში მგონია. შემდეგი მიწაზე ვეცემი. თითქოს ეშმაკი სულს მიიღრღნის. ეცი საუკეთესო ხარ ცხოვრებაში მქონია. მართალია თუ ერთად იქეცი. მაგრამ კიდევ რა უნდა ვინადრო? Yoksa seni vermezlerdi bana. ვიდექი და გელოდებოდი. საყვარელო, გუშინ კი ნაღამ მოვკვდი. მეგონა ვეღარ გიპოვიდი. ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვარ. გუშინ ძალიან მანერვიულე. კარგი, გეყოფა. Aman. ამინ. ამ დრედებს შეხედეთ. გამარჯობა დაოიფიქ. გაგიმარჯვეს ზვიფასო. როგორ ხარ? გამარჯობა შვილო. გაგიმარჯვეს დედა. ოსმანი არ არის? არა, ვერ დავუკავშირდი. დაიგო ყველაფერი წარსულში. რა კი ასია? ქალებს შეუძლიათ სამზადis შეუდგნენ. ჩვენ კი რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებთ.
ხომ არ აჯობებს, რომ ქორწილი ჩვენს ეზოში გადავიხადოთ. სუფთა ჰაერზე ქეიფს რა ჯობია. არ მიყვარს საქორწილო დარბაზები. სული მეხუთება ხოლმე. ამდენი ხალხი ერთ ეზოში როგორ დაედევა, თუმცა დიდი ეზო გაქვთ. რა თქმა უნდა, დაედევა. კარგი ჯგუფი მეგულება. არაჩვეულებრივი მუსიკოსები არიან. როგორც გაგიხარდეთ, ისე მოიქეცით შულა. თქვენი ქორწილია. ილიას, რა ჯგუფია? როგორ ჯგუფია, მოგეწონება. დეტალები ქალებმა გადაწყვიტა. ჩვენ უჩავერევით. ადექი ილიას, ჩვენი წასვლის დროა. უბრალოდ საუბრობთ, მამა. აჯობებს ილიას მასახლი მოძებნოს. ეს დიდ დროს წაიღებს. რას ბრძანებთ, ქალბატონო სეჰერ? საკმაოდ დიდი სახლი გვაქვს. ჯერჯერობით ჩვენთან იცხოვრონ. ბავშვი რომ გაჩნდება, ასიეს შევეხიდებით. სახლში ბევრი ქალი ვართ. იჯერ ახალგაზრდა, გამოუცდელია. ერთდროულად ბავშვის გაზრდა და სახლის დალაგება გაუჭირდება. ვიდრე მოძლიერდებიან აჯობებს ჩვენთან იცხოვრონ. მერე კი იქაურობა შვილიშვილებით რომ აივსება, ახალ სახლს უყიდით. რა სიტყვით ქორწილი მომდევნო კვირას რომ დავნიშნოთ? წამოდი შულა, წავიდეთ. ნახვამდის. ხალ მოგეკითხავ, ბეჭდები ვიყიდოთ. არა, ჩემი სიცის მეგობარიც იუველირია. მასთან წავიდეთ. ქალბატონო სეჰერ, რა მნიშვნელობა აქვს? ოქრო ყველგან ოქროა. ოსმანიც გავიყოლოთ, გველოდება. დილომშვიდობის. გთხოვთ. ამას ვისხედავ, მოვბრძანდით. ჯერ ყავა დავლიო და მერე საქმეს მივხედოთ. სხვა დროს იყოს ოსმან. ჯერ ის მოვაგვაროთ, რისთვისაც მოვედით. პრობლემა არ არის, რასაც მოისურვებთ, ყველაფერს ადგილზე მოგართმევთ. სიარულით თავს ნუ შეიწუხებთ, შემოვბრძანდით, შიგნით შევიდეთ. შებრძანდით. გთხოვთ. ნუ დგახართ, შემოვბრძანდით. ყიდველები, ბურსადანაც კი ჩამოდიან. ძალიან პოპულარული მაღაზიაა. საქმე საათივით აქვს საწყობილი. კარგია, გილოცავთ. რა იყო სიძევ? მოწყენილი ჩანხარ. რა იყო ქალებმა უკვე გაგაწამეს? რა თქმა უნდა არა. შვიდად, წამოდი. ჩემი იმედი გქონდეს. ილიას, მაღაზია თქვენს განკარგულებაშია. თქვით რა მოგწონდა, 1 საათში სახლში მოგართმევენ. არაფერზე იდარდოთ. არანაირი სახლი არა აქვთ ოსმან. მშობლებთან იცხოვრებენ. არა უშავს, ასე ჯობია. ბავშვები უკეთესად იქნებიან. ასიას უთოდათ მის საშრობი დაჭირდება. ამის ყიდვა ისედაც მოგიწევთ. აირჩიეთ რაც გინდათ. ყავას როგორც მიირთმევთ? არც ისე ტკბილი. თქვენ? მე ტკბილი მინდა. მოდი გავიქცეთ. ამ საგიჟეთს ვეღარ გაუძლებ. კარგი, გავიქცეთ. და მე ერთმანეთს დაჭამენ. შეხედე რა დღეში არიან. დედაშენს თავის შეკავება გაუჭირდება. მალე ღრიალს დაიწყებს. დედაშენი კი სადაცაა, დედაჩემს გაგუდავს. წუთი-წუთზე აფეთქდებიან. ცოტა უკლიათ. და ძალიან კარგი, ორივეს თავიდან მოვიშორებთ. დავტოვოთ და დაუხოციათ ერთმანეთი. ნუსულელობ. რა იყო? Şunların hallerine bak. ერთი იმად შეხედეთ. არაფერი აღელვებთ. თითქოს ჩვენ ქორწინდებოდეთ. ამ დღეებს მინდა უბრუნებს და აცადე ისი ამოვნენ. ეს მესმის. გონი ვიღაცას გაახსენდა პატარძალი რომ იყო. რა ხდება, ისე ლაპარაკობ თითქოს 60 წლის მყავდე. ჯერ ჩვენს ახალგაზრდები ვართ, ხომ ასეა? აი ესეთი კაბა მინდა. მაჩვენე? არა. ქვედაბოლო მიწას უნდა წვდებოდეს.
დედა, ყველაზე მეტად გრძელ კაბებს ვერ ვიდან. დაო, ყველაფერი წესისამებრ უნდა იყოს. ასე არ გამოვა. რატომაც არა, მე ეს კაბა მომწონს. ნახოთ რა იქნება. თქვენ შეერჩიეთ და სიგრძის დარეგულირება პრობლემა არ არის. მართლა? მაშინ რაც შეიძლება გრძელი იყოს. დაუჯერებელია. ქალბატონო სეჰერ. ასე ეს როგორიც უნდა, ისეთი უნდა იყოს. აბა, როგორ მიდის საქმე? შეიძლება ჭკუიდან გადავდგე. ახლა კაბას არჩევენ. მე გამომაგდეს, არ უნდა დაინახო. თუ ასე ასადმე წავიდეთ. ნებისმიერ წამს შეიძლება ჭკუბი ატყდეს. ვერსაც ამოვალ. მაგალითად გუშინ იჭყუბეს და ყველა თავის გზაზე წავიდა. სინანის როგ ჯგუფი მოძებნე? მინდა რომ ჩემ ქორწილში დაუბრან. რა გინდა? სტუმრებს არ მოეწონებათ. ეს ჩემი ქორწილია, მეგობარო. მე ვინც მინდა იმათმა უნდა დაუგრან. კარგი, ასე იყოს. ოღონდ მე არის უწუნა. ჯანდაბა, უგეშხუბობენ. მოითმინე, სულ ცოტა გადარჩა. მალე გავთავისუფლდები და აღარაფერი გაგახსენდება. გამორიცხულია. ისინი არასდროს გაგვახარებენ. წამოდი, მითხარი რამ გაგაბრაზა. ამ პრობლემას ახლა მოვაგვარებ. თქვი რა გინდა და ყველაფერს შეგისრულებ. გვირდები. მინდა რომ საქორწილო კაბა აი ამ სიგრძის იყოს. და კიდევ, აი ასეთი ფოტოსურათის შეკვეთა მინდა. ასეთი ფოტოების შეკვეთა გინდა? ხო. მოდი, ასეთი შევუკვეთოთ. ეს გაცილებით ლამაზია. კარგი, ასეთი შევუკვეთოთ. სხვადასხვანაირი ფოტოს იღებენ და შენ უნდა შეარჩიო. დანარჩენებს თუ გინდა, ნუ წამოიღებ. მე ხუმრები? რა საშინელებაა? მე ასეთ ფოტოს არ გადავიღებ. რატომ? გინდა რომ სახალხო შემაწყვინო? ჩემმა მეგობრებმა ამ ფორმაში რომ დამინახონ, სიცილით დაიხოცებიან. მომისმინე. პროვინციელი გოგოსავით 1000 სისულელეს ნუ იგონებ. სირცხვილია. ისედაც პროვინციელები ვართ. თქვენ სადაურები ხართ. თუ ასე გინდათ, შეგიძლიათ ქალაქელი გოგო იპოვოთ. მაგრამ ბოდიში, ჩემზე დაქორწინება გიწევს. ასიე, თავიდან უნდა იწყებ, ხო? შენ საქორწინო ფოტოებიც სასაცილოდ გეჩვენება. საინტერესოა ქორწილში რითი დაიმშვიდებ თავს. პატყაფორსულობის გამო შენ უფრო გიწევს იძულების წესით გათხოვება, რადგან გამოდმევით პრობლემებს ქმნი და საჩხუბარ მიზეზს ეძებ. დაცილებით მემუქრები სახლიდან გარბი ხარ. დამბოლის შორს არ არის. რამდენიც გინდა იმდენი ისე ერნე. ხელს არ შეგიშლი. ილიას. კარგი. გეყოფა. მორჩა. ანგელოზების გარეშეც გავძლებთ. ჩვეულებრივი ფოტოები გადავიღოთ. ეს რა არის? რომ გელოდებოდი, მაშინ ვიყიდე ჩემი ფულით. უკეთესზე ფული არ მეყვა. არ მინდა დაგავიწყდეს, რომ ჩემი ხარ. მოიცადე. გეყოფა. ნუ თუ მისი ცოლი გავხდები. ახლა დღე-დაღამე ერთად ვიქნებით? თითქოს დრო გაჩერდაო. ნეტავ დამაძინა და გაღვიძებულ შემი ცოლი აქ დამანახა.
მორჩა მეგობრებო, წავედით. ილიას. შვილო ეს რა წესია? ყველა ერთად უნდა წავსულიყავით, მანქანით. ჩემი საყვარელი შვილი სად არის? უკვე ჩაიცვა. ზემოთ არის დედა. ზაფერ, ბებია ზემოთ აიყვანე. მოგესალმები დეი და მულისე. შესანიშნავად გამოიყურებით. მოიცადე, დამელოდე ახლა მოვალ. ახლა ატირდება. გეყოფა დეი და სეჰერ. 2 საათია მაგი ერთს ვუკეთებ. გულს ნაუჩუღებთ. წადით, ქვემოთ ჩადით. სწრაფად. მიდით. ასიე. ბებია მოვიდა. ბებია მოგესალმები. თვალი არ გეცეს. ჩემო ლამაზო გოგო. იმედია ძალიან ბედნიერი იქნები. ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო გოგონა. ღმერთმა დაგლოცოს. გმადლობებია. მოდი ჩაგეხუდა. უშენოთ რამე შეიძლება დაო. ახლა მოაადირებთ. ასეთი რამეები გუშინ მოგესტუმრებინათ. შეწყვიდეთ. მორჩი ტირილს. ხომ არაფერი იტკინე. ფრთხილად უნდა იყო. შემთხვევით მომივიდა. ესენი მუსიკოსები არიან?
დაიჭირეთ. სიძევ, დავიფიცე, რომ ამ გოგოს ქორწილში ვიცეკვებდი. ჰა. დავიფიცე, დავცეკავ კიდეც. მაგარია. მოიცადე. წითელი ლენტი სად არის? ლენტი დაგვავიწყდა. იფეკ. ბედნიერი ყოფილიყავი შვილა. ბედნიერი. გამარჯობა. ისლა? მოგესალმები სიძავ. კარგად გამოიყურები. ბედნიერებას გისურვებთ. სულ წარმატებულები ყოფილიყავით. ანგელოს გავხარ ჩემფერიო. საგრისთვის მოვედით. სახლში გველოდებიან. სრიალებს. მოდი ჩემთან. როგორ ხარ ბიძა ჩემო? შეხედე ისე მოვედით. ლოჩა, მალე დაქორწინებულ ხარ. მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. კიდევ ერთგან შევიაროთ. მერე კი წავიდე და დავქორწინდეთ. სად? წამოდი. ილია, სად მივდივართ? წამოდი რომ გეუბნები.
საღამო მშვიდობისა. ყველას მოგესალმებით. აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ამ ახალგაზრდა წყვილის შეუღლების მოწმენი გავხდეთ. თუ მზად ხართ, შეგვიძლია ცერემონია დავიწყოთ. თქვენ ილია საუჯი და ასიე აზ განცხადებით მიმართეთ, რომ თქვენი შეუღლება ოფიციალურად გაგეფორმებინათ. რაკი არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, დამწყე საზოგადოების თანდასწრებით მოწმეებს თხოვ, რომ თქვენი ქორწინება დაამოწმონ. თქვენ ასიე აზ თანახმახართ, რომ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ცოლად გაყვეთ ილია საუჯის. დიახ. ილია საუჯი, თანახმახართ, რომ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ცოლად შეერთოთ ასიე აზი. დიახ. მოწმეები თანახმახართ? დიახ. დიახ. ხელისუფლების მიერ მონიჭებული უფლებით ცოლ-ქმრად გაცხადებთ. ბედნიერები ყოფილიყავით. ბედნიერებას გისურვებთ. სიძევ? მშვიდობაში. გმადლობ.
ოჩახ სიძევ. გილოცავ. აი გეშულა. სალი. რამეს ხომ არინებებთ? არა. ყველაფერი შესანიშნავია. ძალიან გემრიელია. კარგი ქორწილია. გისმენთ ბიძია, რა გნებავთ? წყალი შეიძლება? როგორ ხარ საყურელა? დაიღალე? არა, ყველაფერი რიგზეა. შესანიშნავი საღამოა. მინდა რომ არასდროს დასრულდეს. მეც. რა თქმა უნდა ვთქვი. მეტა მალე დასრულდეს, რადგან მინდა რომ მარტო დავრჩეთ. შვენიერი ცხოვრება გველოდება. მზად ვარ, შენს გამო თები გადავდგა. ჩვენი შვილის გამო. ახლა კი ვერავინ შემაჩერებს. ჩემთან ბედნიერი იქნები. მართლა დავქორწინდით? ხო, საყურელო, დავქორწინდით. ახლა ერთმანეთს ვეკუთვნით. მე და შენ არასდროს დავბერდებით. ჩვენი გულები ასე იფეთქებს ერთ რიტმში. ამათ სიძე მუსიკოსები გაურკვეველ სიმღერებს მღერიან. გულით ვერ ვიცეკვეთ. ხო, სიძე. მეც არ მომწონს. ეს რა ქორწილია? კარგი, სიძე. ახლა ვერ მოვაგვარებ ყველაფერს, კარგი. აბა, პატარძალთან ერთად ვიცეკვათ. რა სიტყვით? მოდი, სიძე, მოდი, ვიცეკვათ. მოდი, ვიცეკვათ. მიდი. მიდით, მაგარია.
მამა, წამოდი. წამოდი, მამა. რატომ არ ცეკვავთ? არ ვიცი. მე მხოლოდ ვეხმარები. დიახ. მეც თქვენსავით, როგორც მეფე დედოფლის მეგობარს, უამრავი საზრუნავი მაქვს. გამარჯობა. ეს ჩემი საქორწილო საჩუქარია. მოტოციკლი. ბედნიერებას გისურვებთ. ილიას. სპორტს თავი არ დაანებო. მიუხედავად იმისა, რომ ცოლი შეირთე. ამ ხელაგზე გავიარე. სასმელს არ შემომთავაზებთ ახალგაზრდებო. ქალბატონ ჰელინს სასმელი მიართვით. როგორ ხარ?